რას ვითხოვთ და იმას ვითხოვთ, რომ გამოაშვებინონ მთავრობასთან, იმიტომ მოვედით. ძალიან მძიმეა ამ სიტყვის თქმა. საზღვრიდან არის, ესე იგი, 1 კილომეტრი კიდე, სადაც ჭრიდან დანომრის შეშასა. ეს ჩვენი შვილები. გადმოვიდნენ იქიდანა ურალის ტიპის მანქანითა, ჩასხეს ესა ხოხვით. ქარშვილი მყავს იქ დაკავებული სატირელი არა, მაგასაცინი რა, მაგორალსი მაგწნება და დგება რა. იმედს გვაძლევენ, მაგრამ როდის ეგ ჩვენც არ ვიცით. დადგინდეს საზღვარი ადმინისტრაციული მართლა ახალგორისა მანდარი თუ არა, რომელიც ჩემზე უკეთესად და შენზე უკეთესად იციან, რომ იქ არ არის. ეს ხალხი იყო დუშეთის ტერიტორიაზე. კი, სადაც დალებრა მეტყევენ. დუშეთის ტერიტორიაზე იყვნენ. დუშეთის ტერიტორიიდან წაიყვნენ. ეს თვითონაც იციან. მაგრამ ეხლა ჩააგდეს ჩორტი, რომ 2 ტრაქტორისტი დაუკავებია ქართულ მხარეს, იმიტომ მოხდა ამ მოსახლეობის დაკავება, რომ მოხდეს გაცვლა. ეს არის ისეთივე აბსურდი, როგორც ეგ არის რუსეთის ტერიტორია რა. აბსურდია, მაგრამ უბრალოდ დაუშვათ მოვიდნენ. დღეს იქ ტყეში წაიყვანეს ადამიანები. ხვალ ჩამოვლენ სოფლიდან წაიყვანენ ვიღაცას. ზეგ ჩამოვლენ სახლებიდან ბავშვებს და ქალებს წაიყვანენ კაცებს წაიყვანენ და ვიღა დარჩება სოფელში, რისთვის არის სოფელი. ის ხო ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენი ტერიტორია ხო დაცული უნდა იყოს რა. ჩვენი ჯარი დგას იმ ქედის მეორე ქედზე აქეთა და იქიდან ვირა უნდა გააკეთოს. სანამ ჯარი იქ ადიოდა, არც არავინ არ გვაწუხებდა, არც არაფერი პრობლემა არ იყო ძმაოდა. დღესდღეობით ჯარი კი არა, კაციშვილი იქ არც მონდის, არც მიდის. პირიქით ჩვენ რო ტყეებში მიდივართ აგეთ ებნისისკე და იმისკე, ჩვენ გვეკითხებიან საბუთები გვაჩვენე, სად მინდი ხარ, რატ მინდი ხარ. მე რა შემოწმება მინდა ძმაო, სადაც საჭიროა იქ დადგნენ და იქ იყვნენ. რუსეთის ხელისუფლება მთელ სოფლიოს სდებდა ინფორმაციას, რომ ჩვენ ვემზადებოდით ისევ ისე ხელახალი ომისთვის. ეს ჯარის ნაწილები იმიტომ ყავდა ახლო განლაგებული ახალგორის საზღვართან, უნდა დაგვეწყო ახალი ომი. მაგის გულისთვის გვითხრეს, ესე იგი, თქვენ რომ პროვოკაცია არ გააკეთოთ, დაიწეთ ცოტა უკან. დავიწეთ უკან. არისო ისინი უბრალოდ ამოდიოდნენ 1-2 მანქანით და გაევლნენ ჩამოვიდნენ როგორც იყო ისე პირდაპირ მოვლაპარაკოთ არ იქ არის ბაზა ყოფილა არაფერი არ და ეხლა ჯარი რო არ დგას თქვენ ვინ გიცავთ? არავინ არ გვიცავს, ვინ უნდა დაგვიცავს, ჩვენ თავს ვიცავთ რა, სხვა აი დაცულები რო ვართ არ გვეტყობა? დაჭერილები ყავდა 3-4 საათი აბსოლუტურად და კაციშვილი მიმკითხავი არავინ არ იყოს. იდგნენ ქვევიდან და ქვევიდან უყურებ. რა არის ეგ მე ვერ გავიგე. 16 კაცს სამანქანაზე. ესე იგი ამით ყველაფერი განისაზღვრება რომ არავით არის პატრონი ჩვენ არ აქვს და ეგ არის რა. რატო ვერ მიდედეს იმ მთავრობა მისვლა, ვინც იქასულები იყვნენ შიშითა რომ ჩამოვიდნენ უბრალოდ გლეხები გაგზავნეს იმ ტრანსპორტების ჩამოსატანა და თვითონ არ მივიდნენ ადგილზე და